ახლა გადავიდეთ მესამე, ძალიან ხო არ მიგრძელდება, ბოდის ვიხდი, მალე დავასრულო მინდა. ეს არის აი ამ 4 რაც უნდა ვთქვათ, ამ 4 ჩვენ მიერ შერჩეული საკითხიდან ყველაზე ღრმა ურთიერთობა, ყველაზე განსხვავებული, ყველაზე საინტერესო ურთიერთობა. როგორც გითხარით, 593 წერილია შემორჩენილი მათი ურთიერთობის, ნინოს და ანასტასიასი. ანასტასია იყო პაგანინის მოწაფე და ძალიან კარგად უკრავდა. მუსიკოსი იყო, არაჩვეულებრივად განათლებული. აი იმ მარიამ ჯამბაკურ ორბელიანის ძმისშვილი, რომელმაც 16 აყაიშვილს ატენის სიონი აჩუქა. 1913 წელს 16 აყაიშვილს არც მეტი არც ნაკლები აჩუქა ატენის სიონი. სრულად თავის მფლობელობაში არსებობს. მე-20 საუკუნეში, მეგობრებო, არა შუა საუკუნეებში, არამედ მე-20 საუკუნეში და ამ ოჯახის შვილი იყო ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი. ეს ეს არის რომანი, ეს ყველა წერილი უნდა მეც ახლა უბრალოდ ვთქვა რომ ყველა წაკითხული მაქვს არა, მაგრამ რაც წავიკითხე, იქიდან რაღაცა მომხიბლავია ჩვენი სიყვარულის ისტორია, რომელიც მარტო ჩვენ ვიცით და არ გავს სიყვარულის ჩვეულებრივ ისტორიას. გამომეტყველებას, თმის ვარცხნილობას, ჩაცმულობას, თავის ვიოლინოს, რომელიც დღეს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, თუ დავაკვირდებით, მივხვდებით რა ადამიანთან გვაქვს საქმე. აი ეს არის წერილები 16 აყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის წერილები 1905 წლიდან იწყება, 1905 წელი ძალიან მძიმე პერიოდია იმ ერთსა და მეორე მძიმე მოვლენებს შორის, თებერვლის და ოქტომბრის მოვლენებს შორის მოქცეული. რა თქმა უნდა, წერილი არის პირადი ცხოვრების ამბებით და გრძნობებით და განცდებით გაჯერებული, მაგრამ ეს გონიერი ადამიანები, ეს ინტელექტუალური ადამიანები ვერ გაიქცეოდნენ იმას, რაც 1905 წელს ქვეყანაში ხდებოდა. და ძალიან საინტერესო ამას ბოლოს ვიტყვი. ყველა წერილი არის დატვირთული საზოგადოებრივი თემებით და ამბებით. ადამიანების განსაკუთრებით მეუღლეების ბედნიერება ერთ წერილში წერს, ერთ-ერთ პირველ წერილში ივანე ჯავახიშვილი თავის მეუღლეს. ადამიანების რუსულიდან არის თარგმნილი ბოდიში, ერთ-ერთი განსაკუთრებით მეუღლეების ბედნიერება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მათზევე. ამ მიმართულებით ჩვენ ერთნაირად გულწრფელად გავიღეთ ძალისხმევა ორმხრივი ბედნიერებისთვის. ჩვენ ხასიათის იმდენი საერთო თვისება გვაქვს და საერთოდ სულიერი ადამიანის სამყარო და გარემომცველი სინამდვილე ისე ძლიერ და ისე თანაბრად გვაინტერესებს, რომ ხურვალე, ღრმა, საოცრად მგრძნობიარე ადამიანური განცდის სიყვარულის გარდა ჩვენ გვაერთიანებს ერთნაირი სულიერი და ესთეტიკური ინტერესები. აი ეს არის მთავარი მათ ცხოვრებაში და სულ ბოლომდე მიდის ეს თემა, სულ ბოლომდე. 16 აყაიშვილის ივანე ჯავახიშვილი არის თხემით ტერფამდე ესთეტი. თუ კი ვინმე შეიძლება მე-20 საუკუნეში ესთეტი ეწოდოს, არის გრიგოლ წერეთელი, ეს ცნობილი ელინისტი და ივანე ჯავახიშვილი. მთელი თავისი ცხოვრების წესით, აი წერის მანერით, მე მინდა ამ შევხედოთ, ასეა დაწერილი საქართველოს ისტორია, ქართველი ერის ისტორია, ასეა დაწერილი საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ასეა დაწერილი ქართული მუსიკის ისტორია, ყველა დიდი ფუნდამენტალური კაპიტალური ნაშრომი ივანე გურამ და მე მინდა რომ ძალიან გთხოვო რომ ერთი თემა მიუძღვნათ იმ 10-დან აუცილებლად ივანე ჯავახიშვილს. ეს იქნება რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი კურსისთვის. აი ასე წერს, ასე მიმართ სტაზიაჯან ანასტასიას კნინობით ალერსობითი ფორმა, სწორედ ეს გახლავთ. აი ხა, ეს რატო მინდოდა გამომეტანა? აი თამარ, თქვენ იკითხეთ, როგორ ხდება ენობრივი კოდის გადართვა? ძალიან დიდი წერილებია, იწერება თემებზე, საზოგადოებრივ თემებზე, აქტუალურ თემებზე და მიმართვის ფორმები, მეგობრებო, როდესაც ძალიან ინტიმურ თემას შეეხება, როდესაც გრძნობა შეეხება, გადადიან ქართულად. აი ბოლოდან მესამე სტრიქონს ხედავთ, ხო? მანამდე რუსულია, ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო, ისევ განა ქართულით არასჯობია? წარმოიდგინე, მე მგონია, რომ რუსულად ჩემთვის შეუძლებელია ისე კარგად, ისე გულწრფელად გამოვთქვა ჩემი გრძნობა. რა ბედნიერები იქნებოდი, რომ ახლა ჩემთან ყოფილიყო. აი ასეთი, რაც პირადია, რაც ისეთი სათქმელია, არის სულ ქართულად, რატომღაც რაღაცნაირად ქართულად ჩართული და რატომღაც რა გასაგებია რატომაც. სამუშაო ენა ეს იყო იმპერიის შემადგენლობაში ვიყავით და რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეს იქ განათლებას იღებდნენ და კი, ყველანაირი სამუშაო ენა, პირადი ჩანაწერებიც კი, დღიურების 90% არის რუსულად.
ხო, მოკეთ მე მგონი გადაგღალეთ და ბევრს აღარ წავიკითხავ, რაც შეეხება ვიოლინოს, აი ძალიან უნდა. ხო, აი ეს მთელი თავისი კარიერა, როგორც მუსიკოსის კარიერა, ანასტასიამ ანაცვალა და შეალია დატოვა ივანესთვის. და ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა რომ ხო მოკეთ ძალიან ავადმყოფობდა ისეთი და მოვლა სჭირდებოდა და ისეთი მე როგორც ეს პეჩატლიძენა რაღაც როგორ თქვა მე ისეთი ნერვული და აი შთაბეჭდილებებით რო ადვილად იტვირთება ეს სიტყვა არ ვიცი როგორ იქნება ქართულად ესეთი ბუნება მაქვს ესეთი ნატურა მაქვს რომ აიო არ შემიძლიაო მარტივად გადავაბიჯო რაღაცეებსო დახვეწილი იყო გარეგნობითაც ქცევითაც ძალიან ესთეტი იყო და მთელი თავისი ცხოვრება ანასტასიამ შესწირა ივანე ჯავახიშვილს აი შესწირა რაღაცნაირი თემა და შეწყვიტა თავისი ვიოლინოს დაკვრა და ერთგან ასეთი წერილი აქვს ივანეს მიწერილი მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავ იცი ჩემო მერცხალო ნუ დაანებებ მუსიკას თავს ნურც როდის თუ ისე დაანებე შენ ხვებს დაიმსგავსები რომელნიც უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე მეთქი არა მე მინდა რომ მხოლოდ ამ შვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება მე ბედნიერი ვარ რომ შენ ჩემი თვალის ჩინი ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება თითქოს მე ვემსახურებოდე იმიტომ რომ მე და შენ განუყრელნი ვართ ერთ არსებას წარმოვადგენთ ძლიერი სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთებს ჩვენ მე ბედნიერი ვარ როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ რომ რასაც არ უნდა უკრავდე შენ მე ვიცი ჩვენ რომ სიყვარული ჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმე იქიდან აი ეს ძალიან უნდოდა და უყვარდა ივანეს ჯავახიშვილის მინდოდა სხვათა შორის ეს წამომეღო და რაღაცნაირად 40 კონცერტის პროგრამა 40 ცალი ინახება მის არქივში აი 40-ჯერ დასწრებია რაღაცა კონცერტი ძალიან ესეთი იყო მუსიკალური გემოვნება გადახვეწილი და მუსიკასთან ახლო მყოფი ადამიანი იყო ხო ესეც აღარ გვინდა ხო ესეც მე უკვე მაშინ რა ქვია ოჯახურ ურთიერთობებში როგორ ძალიან ესეთი გრძელდება ეს ესთეტიზმი თავიდან ბოლომდე ბავშვები გახარებული არიან საჩუქრებით და ტკბილეულით ეს არის ბოლო წერილი ივანე ჯავახიშვილისა მალე გადავალ რომ არ გადაგყავთ ეს არის ბოლო წერილი ივანე ჯავახიშვილისა ისევ ისეთივე ხელით ისევ ისეთივე გრაფემებით ისევ რაღაცნაირი ჰარმონიით შინაარსობრივი ჰარმონიით და თავის მდგომარეობაზე ძალიან ავად არის, ცუდად არის და ძალიან წუხს ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი. აი ანასტასიას წერილებშიც როგორ არის. ანასტასია სულ რუსულ ენაზე წერს პასუხებს, მაგრამ აი ესეთი ჩანართებია ქართულად, ვანო ჩემო სიცოცხლე. ეს გვიანდელი წერილებია. დაგიკოცნი შენს ლამას შუბს, შენს შვენიერ თვალებს, ხელებს, ხურვალებს გაკოცებს, შენს ტკბილ ტუჩებში, ჩემო კარგო, ჩემო სასურველო, ბედნიერება. სულ შენი წერილების ლოდინში ვარ და ეს არის ძალიან დიდი ხნის შემდეგ. აი ქართული ჩანართები გენაცვალო შენი სტაზია, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ბედნიერება. აი ეს ურთიერთობა გრძელდება ბოლომდე. ეს უკვე მარია ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ბოლო წერილია, ივანესთან მიწერილი, შვილს უკეთებენ ოპერაციას და პეტერბურგში, ლენინგრადში იმყოფებიან და ვერ დიდი ხანი რჩება და ივანე ჯავახიშვილისთვის ეს არის ისეთი პრობლემა, როდესაც მისი მეუღლე არ არის თბილისში და აი ხა რას წერს? აი მეუღლეც ამას ძალიან მიუხედავს, რომ შვილის პრობლემის გამოა ჩასული პეტერბურგში ძალიან განიცდის რომ მეუღლე დატოვებული ყავს ჯერ ესე იგი რაღაც წარმოუდგენელი ხო რა არის ახლა აღარ ვიცი რა ხო წარმოუდგენელი მეჩქარება სახში დაბრუნება თქვენ ყველასი ნახვა სულ ვიდგენ ანუ წარმოვიდგენო როგორ ხარ დაღლილი დატვირთული მუშაობით და ვაი თუ ვერ ახარ კარგად მეშინია რომ არ მწერ ყველაფერს აი ეს ძალიან განიცდის და ძალიან ესეთ ცუდ მდგომარეობაშია მეგობრებო აი არის ძალიან ერთ-ერთი ისეთი საკვანძო ბარათი ივანე ჯავახიშვილის პირადი არქივიდან 1940 წლის 18 ნოემბერს მთელ თბილისში დარიგდა ეს პატარა მოსაწვევი ბარათი
დაიგდა უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში, ივანე ჯავახიშვილის მეგობრებში და იტყობინებოდა, რომ 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა ლექციას თემაზე ქართული ფილოლოგიისა და ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები უკაცრავად. ძველი მხატვრული მწერლობის ისტორიის ამოცანები. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა ამ ლექციაზე და ეს ამ ლექციის დროს ივანე ჯავახიშვილი იდგა ამ მაგიდასთან, რომელიც ახლა მის მემორიალურ კაბინეტში ინახება. ლექციის მსვლელობისას ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა. პირველ წერილში 1905 წელს 64 წლის იყო ამ დროს ივანე. აი, არ ვიცი, 10 წელი რომ ეცოცხლა, რას გააკეთებდა. მანამდეც იყვნენ იქ არაერთი ისტორიკოსი იყო და ბევრი იყო, დიმიტრი ბაქრაძე იყო, ექვთიმე თაყაიშვილი იყო. ესენი აგროვებდნენ ამ მასალას და შემკრებები იყვნენ და სისტემატიზატორები იყვნენ მასალის და კვლევა სამეცნიერო და დალაგება და ისე მეცნიერული ივანე ჯავახიშვილმა შეძლო ერთ-ერთმა პირველმა. 1905 წელს, როდესაც პოლწარაძის ჯამბაკურ ორბელიანი გაიცნო, პირველივე წერილში წერს პეტერბურგის ამბავს. მე მასში ვიყავიო, დასაფლავებაზე ვიყავიო და იცი ვისი დასაფლავება იყო? უნივერსიტეტის პირველი რექტორიო, ცნობილი ის არის ფილოსოფიის მკვლევარი ეს ადამიანი სერგეი ტრუბეცკოი. გარდაიცვალაო და 60,000 ადამიანი ესწრებოდა მის დაკრძალვასო და აბა თუ იცი როგორ გარდაიცვალაო, ეს იყო ადამიანი, რომელიც ხელმწიფესთან ცდილობდაო სახელმწიფო მოწყობის რეფორმის საკითხი შემოეტანაო და ახლა კიდე რაღაც სხდომას ესწრებოდაო და ამ სხდომაზე მომიტინგეების უფლების დაცვაზე, მიტინგებიც 1905 წელია და საშინელი ამბები ხდება, მომიტინგეების უფლების დაცვაზე მუშაობდაო და სხდომის დროს სავარძელში გარდაიცვალაო. ეს პირველ წერილში მიმართა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, 43 წლის იყო, ძალიან პერსპექტიული მკვლევარი იყო, 43 წლის იყო. ექვთიმე ივანე ჯავახიშვილის არქივში არის ერთი ასეთი ფანტასტიკური, აი მე ვიტყოდი რომ ყველაფრის გვირგვინი ფანტასტიკური შეფასება. ერთ-ერთი მე მგონი ალექსანდრე ლომთათიძის თუ სამწუხაროდ არ მახსოვს ვისი, იშვიათი შემთხვევა მთლიანი ადამიანისა. აი ასე აფასებენ ივანე ჯავახიშვილს. აი ამ მთლიანობაში ძალიან დიდი წილი მიუძღვის მის მეუღლეს ანასტასია ჯამბაკურ ორბელიანს. ისევ ჩემი ეს რატომ მომინდა, არ ვიცი, ასეთ ასრულება, გარდაიცვალა 1940 წელს ანასტასია ჯამბაკურ ორბელიანმა, მისი გარდაცვალებიდან 29 წელი იცოცხლი ცხოვრა. და ბოლო